მახევრამდე გაქვს დრო და დავხედეთ და 26 წუთია. ანუ 4 წუთი გვაქვს მოსაფიქრებლად იმისთვის, რომ დაგვიჭერენ თუ არ დაგვიჭერენ. პირველი დღეები, ეხლა რომ მახსენდება, რაღაც მართლა სიზმარევით არის, იმიტომ რომ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამდენი დღე გაგრძელდებოდა. აი, თავიდან რომ შემოვედით, მართლა გვეგონა, რომ რაღაც აი, კაი 5 დღე შეიძლება. მე კაი ახალ წელს აქ არ ვიქნებით. მე ისე მოხდა, რომ ახალ წელს აქ შევხვდით. ნუ კაი შობამდე გავალთ. მე შობას აქ ვიყავით. ნუ კაი ეხლა რაღაც მარტია, აი სულ ეს გქონდა, რომ იქამდე არ ვიქნებით და სულ ისე ხდებოდა, რომ კიდე მაგ დროსაც მანდ ვიყავით. და ეს პირველი დღის შემოსვლა მახსოვს. იმდენად რაღაც ქაოსურად და უცნაურად მოხდა, იმიტომ რომ დაგეგმილი ხო არ იყო. შემოვედით, ვისხედით, ველოდებოდით და იქ გადავწყვეტეთ, რომ არ წავალთ, სანამ არ მოვა. და ბოლოს რომ მივხვდით, რომ დიდი ხანი არაპირებდა მოსვლას და აი თქვით, რომ დღეს ვრჩებით, აი ეს იყო, რომ უცებ რაღაც პლედები გჭირდებოდა, იმიტომ რომ მივხვდით, რომ ღამე გავიყინებოდით უკვე ეს გათბობებზე რო გაირკვა. მახსოვს, რომ მე დაურეკე დედაჩემს, რომ მეთქი ტაქს გამოვაგზავნი, პლედები ჩაალაგე, გავედით იქ რაღაც ეს პლედები მოვიტანეთ. მე საჭმე, ანუ ნელ-ნელა ხვდებოდით, რები გჭირდებოდა გზა და გზა. მივხვდით, რომ საჭმელი გჭირდებოდა, გამათბობელი, რადგან უნივერსიტეტმა არ შემოგვატანინა. მაშინ რამდენიმე წავედით მანქანით, რომ ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის სახლიდან წამოგვეღო პატარა პლიტები. ჩავსხედით მანქანაში, წავედით, ეს პლიტები მოვიტანეთ, საჭმელი გამოვიძახეთ და ლობიანები, ხაჭაპურები გქონდა და იმის ერთ-ერთ ყუთში ჩავდეთ ეს ძალიან დიდი პლიტა და ესე შემოვიტანეთ. და პირველ ღამეს ეგრე დავრჩით, ნუდილის 6-ზე მოვიდა და აი ეს პირველი კვირები იყო ყველაზე რაღაც უცნაური, ერთმანეთს რომ ვენაცვლებოდით, თან ეხლა ამის გახსენება კიდე უფრო რაღაც აი არ მჯერა რომ საიდან სად მოვედით, ამ ეტაპებს ყოველდღე რომ ვიხსენებ და აი ფოტოებსაც რო ვათვალიერებ, აი ისეთი უცნაური შეგრძნებაა და თან ეს ეხლა გამოვედით, რო ვფიქრობ, რომ თვეები რო გავა, წლები რო გავა, მე საერთოდ როგორ გავიხსენებ ამ ყველაფერს, აი რაღაც ძალიან უცნაური შეგრძნებაა ჩემთვის. ჩემთვისაც რაღაც სიზმარსა და რეალობას შორის იყო თავიდან ეს ყველაფერი და პირველად აქ რო დავრჩი დილის 8 საათზე გავიღვიძე, რომ ჩანაცვლება მომხდარიყო, შემოსული იყო სხვა ბავშვები, მე გავსულიყავი და გავიღვიძე დილის 8 საათია და ვხედავ, რომ თეატრალურის ვიტრინაში ვიღვიძებ. მართლა რაღაც ისეთი შეგრძნება იყო, რომ ეხლა ეს რეალობაა თუ სიზმარი და ის ძალიან დიდი ხანი დაგვყვებოდა. იყო ძალიან რთული დღეებიც. ემოციურად ალბათ ნელ-ნელა კიდევ უფრო ვიაზრებთ, რამდენად რთული იყო ჩვენთვის. 83 დღე იყო მართლა ვიტრინაში. ყველა ადამიანი გიყურებდეს, როგორ იწინებ, იღვიძებ, რას აკეთებ. მარტო აქამდე რო დავიყვანოთ, მაგითიც კი ძალიან რთულია. იყო დღეები, როცა ძალიან დიდი იმედი გქონდა, мотиваცია, ვიკრიბებოდით და ჩვენი ყველა რაღაც შეკრება და სხდომაზე რო დავარქვათ, იყო ძალიან ისეთი, რომ გამოდიოდა ერთი სპიკერი, ამბობდა მის აზრს, მე ამას განვიხილავდით და რაღაცნაირად ჩვენი პატარა პარლამენტი გქონდა. მაგრამ იყო დღეები, როცა უცებ არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა. იმიტომ რომ ეს ხო რაღაც გარე აქციების ნაწილია და არ იყო ცალკე რაღაც თვითმყოფადი პროტესტი. ჩვენ ერთად ვიყავით ამ ყველაფერში და ერთმანეთზე დამოკიდებული. და როცა გარეთაც რაღაც თითქოს აუზდებოდა, ჩვენთანაც თითქოს რაღაცა იყინებოდა და ამ ფაყინულ პერიოდში ან იყო რაღაცები, როცა უნივერსიტეტი ერთმანეთზე უარეს ნაბიჯებს დგამდა და იმედგაცრუებას ემატებოდა. იყო რაღაც მეგობრების მომენტიც, რომ სადღაც გონია, რომ უფრო მეტად დაგიდგებიან გვერდით ადამიანები და სადღაც ხვდები, რომ ეს უბრალოდ შენი წარმოდგენაა, წარმოსახვა და ესე არ ხდება. ეს იმედგაცრუებებიც ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა თითქოს ყველა იმედს კარგავდით, რაღაც ახალი თავისით შემოდიოდა, ჩნდებოდა, თავიდან ავენთებოდით ხოლმე და ეს რაღაცა ძალიან ბუნებრივია. ეგრე რო ხდებოდა, რომ იყო რაღაც პერიოდი, რომ ძალიან აქტიური, მერე იყო ისევ, რომ გაყინული ვართ, არ ვიცით რა ვქნა და ეს იმდენად ერთმანეთს ენაცვლებოდა, რომ გააზრების დროს არ გრჩება, რომ იფიქრო შენს თავზე უფრო მეტი თუნდაც, რომ ეხლა რას გრძნობ. ჩემთვის პირადად აქედან რომ ესე იძულებით გამოსვლა მოგვიწია, მე უფრო დავიწყე რაღაცების გააზრება. იმის მიუხედავად, რომ მაგას მოყვა ის, რომ სტატუსი შეგვიწყვიტეს, მე თითქოს აღვიდგინეს, რაც ეს გაფრთხილება მაინც დაგვიწერეს, ბევრი რაღაც სტრესი ისევ გრძელდება, მაგრამ თითქოს გააზრებას დავიწყე, რომ ეს 83 დღე რა ხდებოდა, როგორი იყო, მე როგორ შევიცვალე და ვფიქრობ, რომ ძალიან გამზარდა ამ ყველაფერი.
და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები შემაძელინა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის. ჩვენ გამოგვიშვეს 9-ში და 8 მარტს იყო ქალთა დღე და რაღაც ძალიან გვიხაროდა, ძალიან ბედნიერები ვიყავით იმით, რომ აი 8-ში ვინ ვერ წარმოვიდგენით, რომ ეს ჩვენი ბოლო დღე იყო უნივერსიტეტში, რომ ხვალინდელი დღიდან თითქოს ჩვენი ცხოვრება კიდევ უფრო რადიკალურად შეიცვლებოდა და აი 9-ში ამ სუნმა რო გაგვაღვიძა და აი აქედან დაიწყო ეს რაღაც კოშმარი. აი მთელი დღის განმავლობაში აი კიდევ ვერ ხვდებოდი რომ წინ აი პირველ პოლიცია რო შემოვიდა მეთქი ვაიმე რა ხდება როგორი ცუდია მე მეორედ მოვიდა და კიდევ უფრო რაღაც ცუდის გაგდა უფრო და უფრო იმატებოდა ეს რაღაც გაკვირვება გაბრაზება ეს ძალიან ბევრი ემოცია გქონდა დაგროვილი თან არ ვიცოდით რა გვექნა და ძალიან ძიმე იყო იმიტომ რომ პირველი პოლიციის შემოსვლა რაღაც ესე მძაფრად არ მივიღეთ მიუხედავად იმისა რომ ძალიან გაუბრაზით რომ ეს როგორ გაგვიკეთა უნივერსიტეტმა მაინც არ გვეგონა რომ საბოლოოდ 9 საათში გარეთ აღმოჩნდებოდით და აი უკვე მესამე დრო მოვიდა პოლიცია და უკვე იმის საშიშროება რო იყო რომ ჩვენ შეიძლებოდა დავეჭირეთ აი იქ ცალკე რო გავედით სალაპარაკოთ აი ეს მომენტი რაღაც კადრად მახსოვს რომ იქ ლაპარაკობდით ვერ ხვდებით რა ვქნათ თან ყველა საზრი უნდა გავითვალისწინოთ თან ხვდებით რომ უკვე ხვდებოდით რომ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად იცვლებოდა და ჩემთვის ძალიან ემოციური იყო იმიტომ რომ გამოვედი გარეთ ძალიან მტიროდი იმიტომ რომ აი ეს მთელი 93 დღე თვალწინ მქონდა მაგრამ შიგნით თვითონ ლაპარაკის დროსაც მეც რემლებს უკვე იქ ვეღარ ვიკავებდი იმიტომ რომ ხვდებოდი რომ ჩვენ ცხოვრებაში რაღაც უდიდესი ეტაპი იწყებოდა და აი აქამდე ხო მქონდა რომ აი ვიბრძვით უდიდესი რაღაცის წინაშე ვართ მაგრამ აი მაგ მომენტმა კიდევ უფრო დამაფიქრა რომ ეხლა საერთოდ სხვა ბრძოლას ვიწყებ ეხლა დანებების რო არ არის პიქით ეხლა იმაზე ძლიერი ვარ და იმაზე ძლიერი უნდა ვიყო ვიდრე ამ 93 დღის განმავლობაში საერთოდ ყოფილვარ ოღონდ ამასთან სადღაც ამის მოლოდინი გქონდა იმიტომ რომ პირველი შემთხვევა არ იყო ჩვენ პირველივე დღიდან გვემუქრებოდნენ პოლიციის გამოძახებით უბრალოდ სადღაც ყოველთვის გქონდა ის მომენტი რომ გააკეთებს კი ამას უნივერსიტეტი რომ თავის სტუდენტებს გამოუძახებს პოლიციას და სადღაც იმიმეც ვიტოვებდით რომ როგორ შეიძლება რომ ეს გააკეთოს ადმინისტრაციამ არ გამოგვიძახებს აი ამის იმედი ყოველთვის იყო და როცა უკვე აი ეს პოლიცია შემოვიდა ჩემთვის იყო ის მომენტი რომ ბოლო იმედგაცრუება ამათგან რომ მაინც აი ეს ნაბიჯიც გადადგეს აი ამის მერე რაღაც უნდა ბოლოდო კარგს ამათგან და ძალიან ესეთი იყო გვითხრა მესამედ მოსვლის დროს გვითხრეს რომ 9-მდე გაქვს დრო და დავხედეთ და 26 წუთია ანუ 4 წუთი გვაქვს მოსაფიქრებლად იმისთვის რომ დაგვიჭერენ თუ არ დაგვიჭერენ და მან ჩემთვის იყო შენელებული კადრი, ეგ 4 წუთი არის ჩემთვის სადღაც 2 საათი. ერთმანეთის თვალებს რომ უყურებთ და ყველას რაღაცა ძალიან ისეთი დიდი ემოცია აქვს თვალებში და ყველა რაღაცა ერთმანეთზე ვფიქრობთ პირველ რიგში. აი იქ საკუთარ თავზე არავინ არ ფიქრობდა. ყველა ფიქრობდა ერთმანეთზე, რომ ერთმანეთი არ დავაზარავოთ ჩვენი გადაწყვეტილებით, რომელი გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ და ბოლო მომენტი იყო, რომ უნდა გავიდეთ და ძალიან ისეთი ემოციური მომენტი იყო, რომ ჩვენმა ადვოკატმაც გითხრა, რომ მე თქვენთან ვარ, რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, თქვენს გვერდით ვიდგები და აი ერთი დიდი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა იყო და გარეთ გამოსვლა და აი ეს ადამიანები, რომლებიც აი ჩვენ გქონდა ის მომენტი, რომ ეხა არ ვიცი სწორად ვიქცევით თუ არა. რაღაც მომენტში გქონდა თითქოს სირცხვილის განცდაც, რომ იქნებ არ ვიქცევით კარგად და იქნებ ამ ადამიანებს იმედი გავუცდოეთ ამ გადაწყვეტილებით. და უცებ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებიც მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ თქვენთან ვართ და პირიქით, აი ეხლა იწყება და აი მაგ მომენტში მე უბრალოდ მივხვდი, რომ ჯერ ჩემი მეგობრების თვალებს რო შევხედე და ყველას ცრემლები ქონდა და მარტო მე არ ვიყავი ეგ ადამიანი. მან მივხვდი, რომ რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანები გავხდით ერთმანეთისთვის. და მე უკვე ის რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იყო ის ნაბიჯი, რაც დაიწყებდა უფრო დიდ და ახალ ტალღას. და არ ვიცი, ჯერჯერობით შეიძლება ეს ახალი ტალღა საზოგადოებისთვის არ ჩანდეს, მაგრამ ჩვენ გვგზავნებთ, რომ იწყება ეს ყველაფერი, ვემზადებით ამ ყველაფრისთვის და უბრალოდ ეს 93 დღე თითქოს იყო მოსამზადებელი პერიოდი.
და მთავარი ეხლა იწყება. მადლობა თითოეულ თქვენგანს, იმიტომ რომ ჩვენი გვისყედით და ვგრძნობდით თქვენს ძალას შიგნით. ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან ბევრს ნიშნავს. მადლობა ერთად დგომისთვის და უბრალოდ მიუმართავ ამ ადამიანებს, რომ კარგად დაფიქრდნენ, რამდენად უღირთ ეს ყველაფერი, რამდენად უღირთ, რომ მთელი ცხოვრება იცხოვრონ ამ ტყუილებით და იცხოვრონ იმით, რომ დაუპირისპირდნენ თავიანთ სტუდენტებს და მიაყენეს ამ ხელა მორალური ზიარი. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ამ ყველაფრით ვერ შეგვაშინებთ, ვერც დაგვასუსტებთ. პირიქით, დღეს ყველაზე ძლიერები ვართ თქვენთან ერთად და მადლობა ამ ყველაფრისთვის. დავა სტუდენტების ერთობაშია. ამ ეტაპზე მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შევიდე ლექციაზე, როგორ დავჯდე იმ ლექტორებთან და იმ ადამიანებთან ერთად ლექციაზე, რომლებიც გვერდში არ დამიდგნენ, რომლებმაც უბრალოდ ერთხელ არ მომიკითხეს, როცა საჭმელი არ მქონდა, როცა ვიყინებოდი, როცა სწორებს ვდებდი, რომ ხალხო გვიშველეთ და არავინ არ შემხმიანებია. როცა თითქოს მანამდე ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, ერთმანეთის სახლებში დავდიოდით, ვსეირნობდით, გიждდებოდით ერთმანეთზე და უცებ ხვდები, რომ ეს ადამიანები აღარ ყავს. მე დღეს ვერ წარმომიდგენია ესეთ ადამიანებთან ერთად უნივერსიტეტში ყოფნა. თუმცა, როცა დრო გავა და ყველაფერი დაალაგდება, ალბათ ისევ ეს ადამიანები გამაძლიერებენ, ვინც ჩემთან ერთად პროტესტში იყვნენ, რომ ვიცი, რომ უნივერსიტეტში მივალ, მაგდად ნინი არ არის ჩემი ჯგუფელი, მაგრამ უნივერსიტეტში მივალ იმ განცდით, რომ ნინიას ვნახავ და ვიცი, რომ ნინია ყოველთვის ჩემს გვერდში იქნება. შემიძლია ნებისმიერ სხვა პრობლემაზეც მივიდე, იმიტომ რომ ამ 93 დღეში ამ ადამიანმა და არა მარტო ნინიამ, რა თქმა უნდა, იმაზე ბევრად მეტი დამანახეს, ვიდრე ვინც მეგონა რომ მანამდე ჩემიანი იყო და ერთადერთი ალბათ ვისი ენერგიითაც და ვინც мотиваციას მომცემს ისევ შიგნით დაბრუნებით, ზუსტად აი ეს 30 ადამიანია რა. ჩემთვის არ ვიცი, ეხლა ყველაზე რთული, როცა ვფიქრობ ამ ყველაფერზე, ზუსტად ეგ არის. იმიტომ რომ ჩემთვისაც ეგრეა, თუ ვინმე უნივერსიტეტში ვიტყვი რომ მელოდება, როცა შიგნით დავბრუნდები, ეს ადამიანები იქნებიან, იმიტომ რომ ახლა არ ვიცი სხვა მელოდება თუ არა ვინმე შიგნით. იმიტომ რომ არ მინდა ამ თემაზე ესე ძალიან ისე საუბარი. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ხო, არ მაქვს იმის განცდა, რომ ახლა მე შიგნით ვინმე მელოდება. და ეგ იყო ალბათ ყველაზე დიდი იმედგაცრუება. იმიტომ რომ მე მანამდე ამ უნივერსიტეტში ვაბარებდი მაგ განცდით, რომ ჩემს ოცნებას ვიხდენდი. ბავშვობიდანაც მინდოდა იმას ვაკეთებდი და მანამდე დავამთავრე სხვა უნივერსიტეტი და 22 წლის, როცა აქ მეუბნებოდნენ უკვე დიდი ხარ, რომ სხვა უნივერსიტეტში აბარებდა თან თეატრალურში. პირველ წელს ჩავიჭერი, მეორე წელს მაინც არა, აქ უნდა ვიყო და ჩავაბარე. და მქონდა ის განცდა, რომ ვიცოდი ძალიან ბევრ პრობლემას ვხედავდი, მაგრამ ჩემს თავს ვარწმუნებდი იმაში, რომ არა, შენ შეგიძლია შეცვალო. და ახლა მივხვდი, რომ კი, ნამდვილად შემიძლია რომ რაღაცები შევცვალო და არ ვიცი, ალბათ ეხა იმ იმედით ვარ, რომ ჩვენი ბრძოლა, როცა გამარჯვებით დასრულდება, მაშინ უკვე აზრი ექნება ამ უნივერსიტეტში მოსვლას და მეცოდინება ვინ მელოდება, მე ვის ველოდები და ვინ გამეძლიერებს. იმიტომ რომ ეს საქმე არის ჩემთვის ის, რის გარეშე ცხოვრებას მე არ მინდა. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირდეს ამ უნივერსიტეტში მოსვლა და როცა ვიტყვი, რომ მე თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობ, ამის არ შემწხვევა და პირიქით, ამაყად ვიტყვი ამის. ამის ახლაც არ მწხვენია, იმიტომ რომ ჩემს უკან დგას 30 ადამიანი, რომელიც ნამდვილად ღირსეული ადამიანია და შემიძლია ვთქვა, რომ აი ეს ადამიანები არიან თეატრალური უნივერსიტეტი და ამიტომ მე არ მწხვენია, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობ.